უნდა ამირჩიო, რომელი სამუხლეა და რითი უნდა ავარჩიოთ საერთოდ სამუხლე. ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ აი ხა რამდენი ესე რომ ვთქვათ, კაუჩუკი თუ რეზინა დევს ჩვენს წინაშე, მე ხა ამ ყველა რეზინიდან ვიტყოდი, რომ გააჩნია შენ რისთვის გინდა ეს. ჯერ პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდე რისთვის გინდა. თუ მე მაგალითად უბრალოდ მასაში მუხლი მაქვს, სადღაცა დასადგმელი მუხზე დაჯდომა და იქ შლატერი მაწუხებს და ვერ დგავ მუხს, აქედან ნებისმიერი გამომადგება სიტყვაზე, აი ხა ყველაზე უხარისხო ესეც რო ავიღო, ესეც რო დავიდო, რომ ფეხი რაღაცა ისეთი არ გამომიჩნდეს. ზოგადად ტრუკაჩს ისეთი სამუხლე ჭირდება, რომ გინდა თუ არა გიჩანს რაღაცა ოთხკუთხედი ფეხს. ნუ ამასაც გამოვიყენებ, დავიდებ და არც გამომიჩნდება და შვენივრად მექნება. ეს არის უკვე მოთხოვნიდან გამომდინარე. რაც შეეხება ტრუკაჩებს და მუხზე მომუშავე ხალხს, უფრო უპირატესობას გაუწევდი და რეკომენდაციას გაუწევდი ესეთ სამუხლეს, თუმცა ესეც არ არის ის, რაც უნდა იყოს. ეხლა აქ არც ერთი არ არის ის, რაც უნდა იყოს. ადრე მე რო პატარა ვიყავი, გპ-ის სამუხლებს, გპ-ის კაუჩუკებს აქებდნენ ხოლმე და რატო იყო ეხლა ის მაგარი? აი ეს მაგალითად ხელს რო დააჭერ, ჯდება. ხო. ეს არ უნდა ჯდებოდეს, ამას უნდა კონდეს თავისი ამოქმედება და ამორტიზაცია. მე მაქვს ის გპ-ის სამუხლეები, რამდენი წლის არის ალბათ შეიძლება რო არ შემწხვეს 1-25 წლის იქნება ის სამუხლეები, ის კაუჩუკი და საერთოდ სხვა სტრუქტურის არის. ეს არ არის, აი რო დააჭერ, ნახე, ხელს თითით გზნობს და ესე არ უნდა გზნობდე. უნდა სირბილე. მით უმეტეს რომ ორი ეს უფრო მყარია, მაგრამ ეს არც ეს არ არის მუხლისთვის. ტრიუკისთვის რომელი უნდა გამოვიყენოთ. ტრუკაჩისთვის მე მაგალითად მაინც აი აქედან გამომდინარე ნუ ესენი გამორიცხე ეგრევე. ეგრე გამორიცხულია მაგათ. ეს არის რეზინა, ხო? მაგათ არა აქ ის რაც ტრუკაჩი ჭირდება. უფრო ალბათ ამეებისგან შევკრავდი. ესე იგი ეს არც მასას ადგება და არც ტრიუკაში. ძალიან სქელია მასისთვის. ძალიან სქელია მასისთვის. აი ეს გადავყავთ. ფეხზე ესეც კი ბატონო. ნაგავია. ხა იმ ასაში მაგალითად აი ამითიც შეიძლება რომ აი ეს ძვილია მათაში და. აი ამითიც შეიძლება რომ აწყო აი ამითი. სიტყვაზე 5-6 ფენა რო დაიდო. ხო, ნუ ეს უბრალოდ შედარებით უფრო იმ შედეგს მოგცემს, რაც გინდა. რო გქონდეს მუხზე. ეს ძალიან ჯდება წესით, აი ესეთი მაგალითად იყო სამგორში საპოჟნიკების ბაზარი იყო და იქ ყიდიდნენ ხოლმე მე ამ კაუჩუკებს, ესეთი დიდ ლისტს ვყიდულობდით ხოლმე და ვჭრიდით მე და იმისგან აი ვაკეთებდით ჩვენთვის ჩვენ მუხზე მორგებულ სამუხლეს ეს სხვათა შორის საკმაოდ ცნობილი ადგილიდან არის. კი ბატონო, ნუ აი ამისგან უფრო აი აქედან რაც არის წარმოდგენილი, ამისგან გავაკეთებდი მე მაგალითად უფრო იმას, რა ქვია, ეს ესე იგი ამან გაიმარჯვა. ეს ძალიან ანუ მოკლედ როგორც მივხვდი, უნდა იყოს დრეკადი, რბილი, მაგრამ არც იმდენად რომ ხო, ნუ ამის ყველა დიდი ჯადოქრობა ის არის, რომ ამას არ უნდა კარგო. ბუბკას როგორც აქვს ისევა რომ ჩავარდი და ჩარჩი ეგრე არ უნდა იყოს. ნუ აი ესეთი ამბავია ხა. მიჩვევაზეა მე კიდე ვინ როგორ მიეჩვევა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ცოტა ჭირს ის აღარ არის რაც ადრე იყო, ნუ არ ვიცი ხა ეს რამ განაპირობა, მაგრამ რაც ადრე შემოდიოდა კაუჩუკი, ის კაუჩუკები აღარ არის დღეს. სამუხლეებით, სხვადასხვა აქსესუარებით ცეკვის შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს მეგობარ კომპანიაში ჩაქურაში. ახალი კომპანია ეგეთი და სხვადასხვა ბევრი სახის ნაწარმი აქვს ქართული აქსესუარების და საკმაოდ კარგ ფასად. გადადით და ნახეთ თქვენ თვითონ. მაგალითად ეხა აი ძალიან კარგია წარმატებას უსურვებ ჩაქურას და ეხა